بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين. ربي اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. الله يسقالوبეთ დღეს ვარდმევი ჩვენ 197 حديثზე 31 თავი თავს გვია ბაბუ ფადლი ტუჰური ალ-მარ'a თავი რომელიც ეხება იმას მაგალითად ქალმა აიღო აბდესტი აიღო და წყალი რაც დარჩა შეიძლება თუ არ მამაკაცისთვის ის წყალი იგივე ის წყალი გამოიყენოს იმისთვის რომ აბდესტი აიღოს ან ვუდუ აიღოს ანილ ჰაკიმ ბინ ამრუ ალ-ღაფარი გადმოსა რომ ანა რასულულლაჰი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ნაჰა ან yatawadda ar-rajulu bi fadli wudu'i al-mar'a რომ შუამამოსალსან აუგზალა ხალს რომ მამაკაცმა აიღოს იმ წყლით აბდესტი რომელიც გამოიყენა ქალმა აბდესტისთვის მაგრამ ეს ხადის ძმებო იყო თავიდან დასაწყისში ალიმები თქვის რომ ანუ კიდე მოვა ხადის მოდი მეორე ხადისაც წავიკითხო თქვენთვის იბნ უმარმა გადმოსა რომ ანაჰუ აბზარა ნაბიy სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ვა ასჰაბაჰუ ятатахарун იბნ უმარი ხო იცით როცა მაგ დროს პატარა იყო უმარ ბინ ხატაბის შვილი იყო ამბობდა რომ მე უყური ხედავდიო რომ პეღამბარ სალალლაჰუ შემოვალი და მისი ასჰაბები ტაჰარას იღებდნენ აბდესტს არ-რიჯალ ვან-ნისა კაცების და ქალების მინ ინაინ ვაჰიდინ ერთი ჭურჭლისგან ანუ ჩვენ ხედავთ რომ შეიძლება მაგის გაკეთება ятатахаруна მინხო იქიდან იღებდნენ აბდესტს ეხლა ეს ორი ჰადისი როგორ დაუვობთ ერთმანეთს ერთში წერია რომ შუამოსალ აკრძალა მეორეში წერია რომ აკეთებდნენ ალიმები თქვის რომ ან პირველის ჰუქმი მისი ძალა და დაკარგულია როგორც მანსუხ დაკარგულია ან შეიძლება მიიღოთ ეს პირველი ჰადისი როგორც მაკრუჰი ანუ არასასურველი მოქმედება მაგრამ მთლიან ჯამში შეიძლება ابن عباس გადმოსა რომ ან მრაათა მინ აზვაჯი ნაბი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იღტასალათ მინ ჯანაბა ერთ-ერთი ცოლმა შომავალი სალალლაჰუ ჯანაბათისგან აიღო დიდი ანუ ღუსლი فجاء النبي صلى الله عليه وسلم يتودأ بفضلها და შომავალი სალალლაჰუ მოვიდა და იგივე წყალი გამოიყენა იმისთვის რომ აიღო აბდესტი فقالت له და მას უთხრა فقالت له და უთხრა მას ანუ უთხრა რომ ეს ეგეთი წყალია რომ ანუ როიცოდე საიდან იღებ აბდესტს და მან თქვა სალალლაჰუ ინალ მა'a ლა යუნაჯისუჰუ შეიუნ ჭეშმარიტად წყალს ანუ არაფერს არ აფუჭებს ანუ წყალი რჩება სუფთა შემდეგ ჰადისი ან უმი ჰანი გადმოსა რომ ანა მაიმუნათა ვა რასულულლაჰი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იღტასალა ფი ყას'ათინ ფიჰა ათარულ აჯინ რომ შუამავალი სალალლაჰუ ცოლმა მაიმუნა და მან ერთად ანუ დიდი ღუსლი აიღეს და ეგეთი რაღაც დიდი რაღაც ჭურჭელი იყო ასე ვთქვათ რომ სადაც მასში აიღეს დიდი ღუსლი და მასში ასევე იყო ცომის პატარა ნარჩენებიც იყო ალეიქ სალამ ვართა ბრაკატუ აქედან შეიძლება ვთქვათ რომ შეიძლება ცოლმა და ქმარმა ერთდროულად ერთად აიღონ აბდესტი ღუსლი ერთდროულად აიღონ ღუსლი დაეხმარონ ერთმანეთს რომ დაასხან წყალი და ასე შემდეგ მეორე აქედან ჩვენ ხედავთ რომ როგორც შუამოსალსა რა თქვა რომ წყალს არაფერი არ აფუჭებს იმ წყალში ჰადისში რა ნახსენები რომ ცომის პატარა ნარჩენებიც იყო მაგრამ პრობლემა არა ეს თუ სანამ წყალი არის სუფთა შეიძლება მაგით ღუსლის აღება შემდეგი თავი ბაბუ მაიუჯიბუ ალ-ღუსლუ თავი რომელიც ეხება იმას რა ხდის აუცილებელს ანუ ღუსლს ან აბუ ბინ კააბ გადმოსა ინამა კანა ალ-მაუ მინ ალ-მა ჭეშმარიტად წყალი არის წყლისგან რუხსათან ფი ავალ ისლამი თუმმა ნუჰია ანჰა და იყო როგორც ანუ სიადვილე ისლამის დასაწყისში მერე შუამამოსალსა აუგზალ ეს ანუ აქ საჰაბა გულისხმობს იმას რომ როცა ადამიანმა თუ ადამიანს ქონდა მაგალითად ახლო ურთიერთობა თავის ცოლთან და საქმე არ მივიდა ანუ ორგაზმამდე ანუ არ დამთავრდა მამაკაც თავის საქმე ამ შემთხვევაში ღუსლი არ იყო აუცილებელი უბრალოდ აბდესტი შეიძლება აღებულიყო მამაკაცის და ელოცა თავისუფლად მაგრამ ეს იყო თავიდან მერე უკვე შუამამოსალსამ შეცვალა ეს შემდეგ ჰადისში ან ზუჰრა ყალა გადმოსა რომ საალათ ურვათა ანილ ლადი იუჯამიუ ვა ლა იუნზილ შეიკითხა ურვას იმ ადამიანზე რომელს ჰქონდა ახლო ურთიერთობა მაგრამ ანუ ორგაზმამდე საქმე არ მივიდა على الناس أن يأخذوا بالآخر فالآخر من أمر رسول الله صلى الله عليه وسلم და უვა იზახისრომ სახაბა იზახისრომ ხალხი აუცილებელი უნდა იყოს ის ბოლობძანება რომელიც იყო ბოლო შუამავალისგან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ანუ თავიდან შუამავალისგან რა თქვა არ იყო აუცილებელი ღუსლი აქ უკვე იზახის თუ აუცილებელია ღუსლი
حدثتني عائشة مقوى أن رسول الله صلى الله عليه وسلم كان يفعل ذلك ولا يغتسل روم شوما صلى الله عليه وسلم ماغا ساكت تبدا ديد غانبانواس اريغبدا وذلك قبل فتح مكة دا اسيقو مكيس انو سلام مكة يقو مسلمانبيش خلبشي ثم اغتسل بعد ذلك دا ماغيس ميري اوكم كليان غوساكت تبدا انو نيشلو بارك ادميان قاц თუ ქონდა ახლურთება ძოლთან ბოლომდე მიიყვანა საქმე თუ არა აუცილებელი მის უკვე ღუსლის აღება وبعد ذلك وامر الناس بالغسل და ყველა ხალხს უგზანა ასევე ღუსლის აღება შემდეგ ჰადისში انها سئلت მას კითხეს ان الرجل يجامع اهله მამაკაცი რომელსაც ქონდა ახლო ურთიერთობა თავის ძოლთან فلا ينزل الماء და ბოლომდე საქმე არ მიყანო ორგაზმამდე საქმე არ მივიდა قالت მანუ პასუხა اذا جاوز الخيطان فقد وجب الغسل თუ ან ხეიტან ნიშნავს მებო თუ მაგალითად მამაკაცის სასქესო ორგანის თავი იმ დონემდე შევიდა რომ არ ჩანს აუცილებელია უკვე რომ აიღოს მამაკაცი ღუსლი და ასევე ქალის უკვე აუცილებელია فعلت ذلك انا ورسول الله صلى الله عليه وسلم فاغتسلنا منه جميعا მე ეგრე ვაკეთებ და შუმავლის صلى الله عليه وسلم და ჩვენ ორივე მაგის გამო ავიღეთ ღუსლიო ზოგის მას ეცინებათ მაგრამ ხამდე ჩვენ ვიცით რომ როცა ეხება ძმებო ცოდნას სირცხვილი არ არის იმიტომ ისლამი არ არის იმას მხოლოდ იმაზე რომ აი ხალხი რასაც უნდა იმაზე ლაპარაკოს არა ისლამი ეხება ადამიანის ყველა ცხოვრების ასპექტებს რა თქმა უნდა ახლო ურთიერთობა მეუღლესთან ეს ეხება ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაწილს და მაგაში სირცხვილი არ არის ძმებო შემდეგი თავი 33 თავი ბაბუ ფილ ჯუნუბი იაკულუ აუ იანამ თავი რომელიც ეხება თუ ადამიანის ჯუნუბი ანუ დიდი ღუსლი არის საჭირო მისთვის მაგრამ შეიძლება თუ არა მაგ დროს ჭამოს ან დალიოს ან დაიძინოს და ასე შემდეგ აიშა გადმოსცა كان النبي صلى الله عليه وسلم اذا اراد ان ينام وهو جنوب شوما صلى الله عليه وسلم თუ მაგას უნდა ძილი და მაგ დროს ჯუნუბი იყო لم ينام حتى يتودى არიზინებდა სანამ აბდეს არ აიღებდა მაგრამ ეს არის როგორც მუსტაჰაბი ხუქმი აქვს მაგას واذا اراد ان ياكل და თუ ჭამა უნდა غسل يديه واكل თავის ხელებს იბანდა და მერე ჭამდა ანუ არ დაიბანა მთლიანად غسل არ აიღო და აბდესტი აიღო ალიმები რა თქვეს როცა ადამიანს აქვს ჯუნუბი ანგელოზები მასთან არ მოდიან ანგელოზები მასთან არ უახლოვდებიან მაგრამ როგორც კი ადამიანი ჯუნუბის რომ გქონდეს აიღო აბდესტი მაგდროს უკვე ანგელოზებს ასე შეიძლება მოვიდეს მაგასთან საქართველოში ძალიან გავრცელებული მუსლიმანების შორის როგორც მე წინა გაკვეთილებს გითხარით ადამიანს თუ ჯუნუბი აქვს მაგას გონიათ საჭმელის გაკეთება შეიძლება ჭამას შეიძლება სიარულიც შეიძლება გარეთ გასვლა შეიძლება და ასე შემდეგ მაგალითად წინა ხადისებში გარაგავიარეთ შუმამასალს რა თქვა რომ 10 წელი არ კონდეს შენ წყალი შეიძლება თაიამუმი აიღო 10 წელს ხონდა იმუშო ხონდა ის ხორდა ასე შემდეგ ამიტომ პრობლემა არ არის ალჰამდულილლა რომ ალლაჰმა ჩვენ გვასწავლის ეგეთი სიადვილით ამ ხადისებით ნახე რა დილეც მე ხადისები ხო არაფერი ზნერი არ არის ჩვენ კითხულობთ ვიგებთ ძალიან ბევრ ახალს და არაფერი ზნერი მაგაში არ არის ზოგიერთი იმამი ზოგიერთი ხოჯა ზოგიერთი შეიხები ის აკეთებენ თითქოს ჰადისების კითხვა და გაგება არის აი სასწაული რაღაცა ჩვენი ადამიანი ვერ გაიგებს შემდეგ ჰადისში 195 ჰადისი ამრი გადმოსცა ანაჰუ საალა რასულულლაჰი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რომ მან კითხა შომავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ძმაო ძალიან ჩქარა ხარ ლაპარაკობ ანახა მოვიზდე მეუნები რომ ჩქარა ლაპარაკობ მან თქვა მან შეეკითხა შომავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ აიანამუ აჰადუნა ვა ჰუვა ჯუნუბ შეიძლება ჩვენსგან ანუ ჩვენ დავიძინოთ იმავე დროს როცა ჩვენ ვარ ჯუნუბი ანუ დიდი განმავლობა გვჭირდება فقال رسول الله صلى الله عليه وسلم და შომავალ სალალლაჰუ ალეიჰი უპასუხა ნაამ ვა يتودى ინშა კი მაგრამ აიღოს აბდესტი თუ მომდება ანუ აქედან ჩვენ ხედავთ რომ აბდესტი ახება არის სასურველი სანამ ადამიანი მომდება ძილი თუ არის ჯუნუბი შემდეგ ჰადისში ხუზეიფამ გადმოსცა თქვა كان رسول الله صلى الله عليه وسلم اذا لقي الرجل من اصحابه ماسه ودعا له როცა შუმავალ სალალლაჰუ ხვდებოდა თავის საჰაბებს მასახო ანუ ხელს ჩამორთმევდა და ასევე თავის მეორე ხელს ანუ მხარზე უდებდა ანუ სალამ ალეიკუმ აიგრე მაგალითად და ასევე მაგდროს დუას უკეთებდა ანუ ეს არის ასე ეზმებო ეს არის სუნნათი როცა ძმას ხვდები და სალამს აძლევ არა ორივე ხელით ეგრე როგორც ან არ ჩაიხოთ ეს არ არის სუნნათ ჩახოტება სუნნათ ჩახოტება არის საფარის მერე როცა ძმა ბრუნდება საფარის მერე ზოგიერთი ძმა ყოველთვის მისალმებზე ეხუტება ეს არასწორი ეს არის ბიდაათი ძმებო ეს არის ბიდაათი ამიტომ შომავალ როცა ხანდახან სალამს აძლევდა კაცებს ხელს ჩამოართმევდა თავის მეორე ხელი მხარზე
მხარზე უდევდა და ასევე დუას უკეთებდა. და ეს საჰაბა რომელიც მაგას მოყვა თქვა რომ ფარაიტუჰუ იაუმან ბუქრatan ფაჰიდტუ ანჰუ. ანუ საჰაბა ჯუნუბი იყო და თქვა რომ ერთხელ მე ვნახე დილა იყო და დავიმალე მისგან. დავიმალე. ანუ იცოდა რომ შემოსათან ასევე ეხებოდა ხალხს, ასო ხარზე მოეფერებოდა და ასე და დუას უკეთებდა. მაგის გამო არ უნდა მასთან შეხვედრა. ثم أتيته حين ارتفع النهار. მერე მოვედი მასთან როგორც უკვე გათენდა დღე გახდა. მოვედი მაგასთან მან მითხრა إني رأيتك فحدت عني. მე შენ დაგინახე მაგრამ შენ მე დამემალე. فقلت და მე მაგას უთხარიო إني كنت جنوبا. მე ვიყავი ჯუნუბიო. فخشيت أن تمسني فقال رسول الله صلى الله عليه وسلم. და მე შემეშინდა რომ შენ მე შემეხებოდიო. და შომამოსალთან თქვა რომ إن المسلم لا ينجس. ჭეშმარიტი მუსლიმი ბინძური არ ხდება. ბინძური არ ხდება. პეღამბარის სალსან დროს იუდაელის კონდათ ეგეთი წესი მედინაში. თუ ქალს კონდა მენსტრუაცია არ ეხებოდნენ თავის ცოლებს. საერთოდ არ ეხებოდნენ. აი საერთოდ. და სხვა ასე ხდებოდა და სხვა ოთახში ჯდებოდნენ. ჩვენთან ისლამში კიდე ეგეთი რაღაცა არ არის. 35 ანუ ჩვენთან ისლამში ქალი მაინც ანუ ბინძური არ ითვლება. ანუ ნაჯასი არ ხდება, როგორც ზოგიერთ ზგონიათ, რომს ქალს კონდას ეს ციკლი, ეს დრო, ნაჯასი არ ხდება. თვითონ ის სისხლი რა თქმა უნდა ნაჯასია, მაგრამ თვითონ ქალი არ ხდება ნაჯასი. 35 თავი ბაბულ ღუსლი ლიმან ასლამა. ღუსლის აღება იმისთვის, ვინც ისლამი მიიღო. عن قيس بن عاصم. قيس بن عاصم قد مصى أنه أسلم فأمره النبي صلى الله عليه وسلم أن يغتسل بماء وسدر. رومان ميغو إسلامي دا شما مثلا ماغا سبزانا روم ديدي غسلي آيغو دا أسوي سيدريس پوتلبي غامو يقينبينا. ماغ دروز ميبو سيدريس پوتلبي إيغو غامو يقينبولي روغور چوندرو ساپوني. دا أسوي علمي بينزاخينو سيدريس پوتلبي جينبس أنو جينبس شينيا سيدريس پوتلبي. دا خيز ميبو أنو چون غاك رامودينيمي დრო როდის არის ვაჯიბი ღუსლის აღება. ვის ახსოვს რომელი მომენტები გვაქვს? ხო, როდის არის ვაჯიბი? მოსტაჰაბი არის ვაჯიბი, როდის არის ღუსლის აღება? ჰა? ჯუნუბის დრო. ახლო ურთიერთობა მეუღლესთან. მერე? ეგ თქვით, ხო. მერე? სიზმარში თუ ადამიანს მამაკაცთან ქალს ჰქონდათ, მამაკაცთან ქალს ჰქონდათ ორგაზმი. ჰა? მერე? ყოველი ჯუმა ლოცვა. ჯუმას დროს. მერე? ეგ თქვით უკვე. მაგაზი ხილაფი არის ადამიანებში. მოდი ჩავმოვთვალოთ ეგრე. ურთიერთობის დროს ეგ გასაგებია და საქმე მივიდა ორგაზმამდე. მეორე ორგაზმის მერე. ჯუმას დეს როგორც ვიცი ეგეც ვაჯიბი არ არის. მაგრამ უფრო სწორია რომ ვაჯიბია. ხო. ეხლა ნახეთ მეორე ორგაზმის მერე გინ მამაკაცი გინ ქალი ვაჯიბია მაგათი ღუსლის აღება. მაგრამ ქალთან ცოტა სხვანაირად არის. მაგალითად, ქალს რომც ორგაზმი ქონდა და მამაკაცი, ანუ ახლო ურთიერთობა მაგათ თავის ცოლთან არ ქონდა, უბრალოდ ეთამაშა. და ქალს ქონდა ორგაზმი და სითხე არანაირი სითხე არ გამოვიდა, მაინც ვაჯიბია ქალისთვის ღუსლის აღება, მაინც ვაჯიბია. და რომც გამოვა, რა თქმა უნდა, ასევე. ეხლა მეორე მომენტი შეიძლება სიზმარში ქონდეს ადამიანს ორგაზმი სიზმარში. მამაკაცი თუ გაიღვიძა და ნახა, რომ სითხე არის გამოსული, ვაჯიბია მისთვის ღუსლის აღება. ქალმას თუ ნახა გაიღვიზა, მაგრამ არ ახსოვს სიზმარი და გაიღვიზა ნახა სითხე, აუცილებლად მისთვის ვაჯიბი ღუსლის აღება. მაგრამ თუ ნახა სიზმარში, რომ ორგაზმი ქონდა, მაგრამ გაიღვიზა და სითხე არ იყო, ამ შემთხვევაში მისთვის ვაჯიბი არ არის ღუსლის აღება. გამეგეძმება, არ არის ღუსლის აღება. მაგრამ ნებისმიერ მომენტში, როცა ფხიზელია გინ კაცი, გინ ქალი და ორივეს ქონდათ ორგაზმი და ორივესთვის არის აუცილებელი ღუსლის აღება. და ქალს თუ არ გამოვიდა სითხე, მაინც არის აუცილებელი მისთვის ღუსლის აღება. მერე, რა თქვი ჩვენ ერთელ კვირაში ჩვენ თქვით ყოველ ჯუმა ერთელ კვირაში მერე menstruაციის მერე, როცა ქალს უმთავრდება menstruაცია, აუცილებელია მისთვის ღუსლის აღება. ასევე ზოგიერთ მუსლიმებს გონია, რომ როცა ქალს უმთავრდება ეს დრო, თუ გასუფთავდა, ანუ ღუსლი არ აიღო, შეუძლია უკვე ურთიერთობა თავის ქმართან. ეს არასწორი, არ შეიძლება. ალლაჰმა ჩვენ ყურანში გითხრას, სანამ არ გასუფთავდება ქალი, ანუ სანამ დიდ ღუსლს არ აიღებს. მერე ნიფასი რა არის, როცა ქალს აქვს, ანუ მშობიარობის მერე სისხლი როცა თავდება, მაგის მერეც არის აუცილებელი ღუსლის აღება. და თუ მეექვსე თუ ქალი გავიდა გარეთ ქუჩაში, კაცებში და ასეში, სუნამოსთან ერთად, სუნამოთი, შრომამოსთან თქვა, რომ მისი ლოცვა არ მიიღება, სანამ დიდ ღუსლს არ აიღებს. ეს არის როგორც ეგეც ჰადისებიდან გამომდინარე.
შემდეგი თავი 36 ბაბუ მაჯა ფი დამილ ჰაი თავი რომელიც ეხება menstruațiულ სისხლს ან უმი ყაის ბინთ მუჰსინ გადმოსცა რომ საალტუ რასულულlah სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ან დამილ ჰაიდი იუსიბუ ათაუბა მე ვკითხე შუმავალს menstruațiულ სისხლზე რომელიც შეეხო ტანსაცმელს და მან თქვა იხსილიჰი ბილ მაი ვა სიდრ გარეცხე ის წყლით და სიდრით სიდრი დღეს არის როგორც საპონი ჩვენ დროს ვა ჰაკიჰი ბიდილა და ჯოხით მოაშორებას დარჩა ჯოხით მოაშორე დღეს უკვე ჯოხით არ არის რა თქმა უნდა საჭირო არის მანქანაც საკმარისი და ასე შემდეგ ყველანაირი სხვა გზები არის შემდეგი თავი 37 ბაბუ მაჯა ფი თაუბი ლადი იუჯამიუ ფიჰი თავი რომელიც ეხება ტანსაცმელს რომელშიც ადამიანს ჰქონდა ახლო ურთიერთობა თავის მეუღლესთან ალ ჯაბირმა გადმოსცა ბინ სამარა რომ საალა რაჯულუნ ნაბია სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთ-ერთმა მამაკაცმა კითხა შუმავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უსალli fi thawbi alladhi ati fihi ahli შემიძლია ვილოცო იმ ტანსაცმელში რომელშიც მე მივუახლოვდი ჩემს მეუღლეს და მან თქვა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ნაამ ილლა ან tara fihi shay'an კი შეგიძლია ილოცო მაგაში იმ ტანსაცმელში თუ არ დაინახო მასზე რაღაცას ანუ თუ არ დარჩა მაგაზე რაღაცა ფათღსილჰუ თუ დაინახე მაშინ გარეცხე ის ადგილი გარეცხე ხანდახან შეიძლება ადამიანს მაგალითად არ არის თავის სახში გასული ეს ადგას ან სასტუმროში და ასე შემდეგ რაღაცა მამაკაც უბრალოდ მოუნდა დასიზა მამაკაც მოუნდა ისე ამ შემთხვევაში შეიძლება გალიმკლიანად არ გაიხადოს რა გაქნას თავის ტანსაცმელში ამ მთლიან ტანსაცმელს არ გაიხადოს მით უმეტეს ჩვენ დროს ზოგიერთ ისე ტანსაცმელი ისე აქსესუარები არის სანამ მაგას გაიხდის ერთ საათი გავა საქმე რაში ესმება ზოგიერთ ხალხს გონია რომ ეგ ტანსაცმელში ლოცვა შეიძლება ეს არის შეცდომა ხადისებიდან გამოდიან ჩვენ ხედავთ რომ ადვილი ცხოვრება ალჰამდულილlah ამიტომ მამაკაცი გინ ქალი გინ კაცი არ უნდა აუგზავნოს თავის თავს სიამოვნების მიღება ამ დუნიაში როცა მით უმეტეს ჰალალია შემდეგ ჰადისში მუავია ბინ სოფვან გადმოსცა ან უხთიხი თავისი დისგან ჰაბიბისგან ზაუჯი ნაბი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ შუმავალ სალალლაჰუ ცოლისგან ანაჰუ საალა რომ მას კითხა هل كان رسول الله صلى الله عليه وسلم يصلي في الثوب الذي يجامعها فيه أنه پیغمبر صلى الله عليه وسلم იღებდა أنه ლოცულობდა იმ ტანსაცმელში რომელშიც ქონდა მას ახლო ურთიერთობა და მან უპასუხა نعم إذا لم يرى فيه أذى კი ლოცულობდა თუ არ დაინახავდა იმ ტანსაცმელზე რაღაც ანუ 38 თავი ბაბუ მაჯა ფილ ჰამამ თავი რომელიც ეხება ჰამამი ანუ აბანო სადაც ანუ ბევრი ხალხი გროვდება კაცების და ქალების მაგაზე ეხლა ვილაპარაკებთ ან აბი აიუბ ანსარი ან რასულულlah სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყალ აბუ აიუბ ანსარი გადმოსცა რომ შუმავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მან კანა იუმინუ ბილლაჰი ვალ იაუმილ ახირ ფალਯუკრიმ ჯარა ვისაც ჯერა ალლაჰის და აღსასრული დღეს კარგად მოეპყროს თავის მეზობელს ومن كان يؤمن بالله واليوم الآخر فلا يدخل الحمام إلا بمئذر და ვისაც ჯერა ალლაჰის და აღსასრული დღეს არ შევიდეს აბაზანოში მიზარის გარეშე მიზარი რა არის ძმებო ჭიპიდან მუხლებამდე მამაკაც ეხება არის დაფარული ის ადგილი ჭიპიდან მუხლებამდე ეს ადგილი არის დაფარული ეს არის მამაკაც აურათი თუ არის გახსნილი არ შეიძლება შესვლა იმ აბაზანოში იმ ჰამამში ومن كان يؤمن بالله واليوم الآخر და ვისაც ჯერა ალლაჰის და აღსასრული დღეს فليقل خيرا أو ليصمت თქვა სიკეთე ან მოусმინოსო გაჩუმდეს და მოусმინოსო ومن كان يؤمن بالله واليوم الآخر من نسائكم და ვისაც ჯერა ალლაჰის და აღსასრული დღეს თქვენი ქალებებისგან فلا تدخل الحمام არ შევიდეს ჰამამში ანუ ეს აბაზანო სადაც ბევრი ქალები გროვდებიან არ შეიძლება ქალებისთვის მან შეცვლა რომ ციხოს ბასეინი იგივეა قال და მაგან თქვა فنممت بذلك إلى عمر بن عبد العزيز في خلافته და ეს ხადისი მე მოუყევი იმ დროს ხალიფა რომელიც იყო عمر بن عبد العزيز فكتب إلى أبي بكر بن محمد بن عمرو بن حزم და როცა გაიგო ეს ხადისი მან მართველი იყო მაგას უნდა და ამ კანონის მიღება თავის ქვეყანაში როცა ეს გაიგო ეს ხადისი გააგზავნა ეგეთი მოწაფე ან სალ მუჰამმად بن ثابت عن حديثه კითხე მუჰამად ბინ საბის ამ ჰადისზე ანუ დარწმუნდი ეს მართლა ანუ შუმამასასთან ეს მართლა თქვა თუ არა فإنه ريدان იმიტომ რომ ჩვენ ანუ ეს საჰაბა მაგას ჩვენ ვენდობითო მაგასო فسأله და კითხა მაგას ثم كتب إلى عمر და მე მიწერა عمرს
فمنع النساء من الحمام და მე აუზალა ყველა ქალებს ამ ქვეყანაში მის ხილაფათის დროს შესვლა ანუ აბაზანებში ჰამამებში ამიტომ აქ არის ეგეთი მითითება რომ ადამიანი სანამ რაღაცას გადაწყვეტილებას მიიღებს მით უმეტეს როცა მართველია და ასე შემდეგ უნდა დარწმუნდეს და მე მიიღოს კანონმდებლობა 39 თავი ბაბო მაჯა ფილ მადი თავი რომელიც ეხება მადი მასე ძმებო არის ის სითხე რომელიც მამაკაც გამოსდის წებოვანი გამჭვირვალე სითხე სანამ გამოვა ანუ ორგაზმამდე მივა როცა მამაკაც არის აღზნებული ეს სითხე გამოდის მაგ დროს ან იას ბინ ხალიფა გადმოსა რომ ან რაფი ბინ ხადიჯ ანა ალიმა ამარა ამარან მაგრამ ამ ჰადისის მე ამარი არა ის უფრო შეხალ ალბალმა თქვა რომ ამ ჰადისში უფრო სახიხი არის მიყადი იყო ანა ალიან ამარა მიყადან ან იასალა რასულullah sallallahu alayhi wa sallam anil madi ალი უბზანა მიყას რომ შეეკითხა შომავალ სალალამ ანუ ამ სითხეზე فقال და მან უპასუხა يغسل مذاكره ويتوضا დაიბანოს ის თავის სასქესო ორგანი რაც არის მის ირგვლივ და მაგის მერე აიღოს აბდესტი ზოგიერთ ხალხს გონია რომ აუცილებელი ღუსლის აღება არა მარტო აბდესტი არის საკმარისი და ის ადგილი დაიბანოს საჰლ ბინ ხუნეიფა გადმოსცა كنت ألقي من المدي شدة მე ეს სითხე ძალიან ბევრი გამომდიოდა فكنت أكثر الاغتسال منه და მაგის გამო მე ყოველთვის ძალიან ბევრ ღუსლს ვიღებდიო მაგას ეგონა რომ ღუსლის აღება აუცილებელი იყო მაგ დროს فسألت رسول الله صلى الله عليه وسلم عن ذلك და მე ვკითხე შომავალ სალალამ ამ თემაზე მაგან თქვა إنما يجزيك منه الوضوء შენ გეყოფა მხოლოდ შენ აბდესტის აღება ვუდუს აღება فقلت და მე მაგას უთხარი კიდევ ერთხელ ვკითხე فكيف بما أصاب الثوب منه და თუ რაღაცა შეეხო იმ სითხისგან ჩემ ტასაცმელს რა ვქნაო მაგან თქვა يكفيك أن تأخذ كفا من ماء فتندح بها من ثوبك შენ შეგიძლია წყალში აქ წყალი შეაგროვო და ასე თქვათ აი გაკეთო იმ ადგილას სადაც მოხდა ის სითხე ეს არის საკმარისი ძმებო აი ნახეთ საჰაბები რას ყვებოდნენ რომ كنت ألقي من الشدة من المدي الشدة ძალიან ბევრი გამომდიოდა ეს სითხეო ალიმ გადმოსცა სხვა საჰაბების გადმოსცა და ასე შემდეგ მაგ დროს კაცებს საჰაბებს ჰქონდათ ეს სითხე რის მანიშნებელია რომ ყველა ექიმები იცის ტესტოსტერონის მანიშნებელი როცა მამაკაც გამოსდის ბევრი სითხე ესე იგი მის ასევე ტესტოსტერონი ეს მაღალი და ტესტოსტერონი არის მამაკაცის მთავარი ჰორმონი რომელიც მის კაცობაზე მოქმედებს მთლიან ჯამში კაცობაზე მოქმედებს დღეს კიდე ხალხი ექიმები იძახიან და ასევე ანალიტიკოსები იძახიან რომ ჩვენ დროს ყველაზე დაბალი რეიტინგით ყველაზე დაბალი ტესტოსტერონია მამაკაცებში როცა ადამიანი მიაღწევს 30 წლის ეს საუკუნე ყველაზე დაბალია ადრე უფრო მაღალი ქონდა ხალხს და მიზეზი რატო ზოგიერთი ხალხი ეკითხება რატო არის სამი მიზეზი ძმებო რატო მამაკაც შეიძლება ქონდეს დაბალი ტესტოსტერონი პირველი ცოდვები ძმებო ცოდვები ისე მოქმედ ხალხზე ისე მოქმედ გინდა თუ არა მუშაობს როცა ადამიანს დაგრწმენა დაბალი იმანის სუსტი აქვს მის ძალაზე მოქმედებს აი ძმები ხო ვარჯიშობენ დადიოდნენ ვარჯიშებზე ტრენაჟორებზე ჭიდაობენ და ასე შემდეგ მაგრამ ავიწყდება ძმებს და დებს ავიწყებთ რომ აუცილებელი არის იმანის გამაგრება ადამიანს როცა იმანის სუსტი აქვს მისი ძალა სუსტია მოქმედებს მაგას ვერავინ არ ახსნის მაგრამ ეს მოქმედებს მეორე ძმებო ჩვენ პირველი იმანის გამაგრება მეორე ცოდვები როცა მამაკაცი უყურებს ქალებს შიშველ კალებს ყოველთვის უყურებს მისი ძალა ვარდება ეს არის როგორც ასე ვთქვათ როგორ ვთქვათ მაგალითად ადამიანს თუ მოსწონს წვალი ან სუში ან რაღაცა და ყოველდღე მაგას ჭამს დღეში სამჯერ მაგას ჭამს ბოლოს და ბოლოს მაგას მობეზდება ზუსტად ეგ არის ეგა მით უმეტეს როცა შენ უკვე ჰარამს აკეთებ ახი მე ტელეფონი არ მინდა მით უმეტეს როცა შენ ჰარამს აკეთებ ეს უკვე შენ იმას ასუსტებს ალლაჰმა ყურანში რა თქვა მამაკაცებს რა უბზანა თვალები დაწიონ როცა ქალებს ხიან თვალები დაწიონ არ უყურა მაგათ რატო ძმებო ეს მამაკაცის მაგის გამო ძალას კარგავს მამაკაცი მაგის გამო ძალას კარგავს და მესამე რა თქმა უნდა ვარჯიში მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი როცა მამაკაცი სუსტია მაგას უფრო ნაკლები აქვს ეს ჰორმონი მე ძმებო საჰაბები ყოველთვის
რას ხმარობდნენ ცხენებს, აქლემებს, არ იყო მანქანები როგორც ჩვენ დღეს მამაკაცი სულ მანქანაში, სულ კომფორტშია. მაგითო კაცები ადრე უფრო ჯანზე იყვნენ. უფრო მამაკაცური ჰორმონები, აი ფიზიკურად და ასე უფრო ჯანზე იყვნენ ვიდრე დღეს. ამიტომ ეს არის მინიშნება მამაკაცისთვის და ასევე ქალებისთვის ასევე რომ თავის მიხედოს ამ სამ რაღაცას, რწმენას, რწმენის ძალას, ცოდვებს და ასევე ვარჯიშს თავის ამიტომ ზოგიერთ ხალხი როცა მის უროლოგთან, მიდიან უროლოგთან, ექიმებთან და ასე შემდეგ შემამოწმე რამჭირს, ალბის რამჭირს, ძალიან სუსტი ვარ, ცოტა ვერანაირ საქმეს ვერ ვაკეთებ, რაღაც სამჭირს, უნდა ადამიან მამაკაცმა უნდა შეამოწოს ეს სამი რამ. თავის რწმენა, თავის ცოდვები, რამდენ ხშირად უხურებს ქალებს და ასე შემდეგ და უნდა შეღო თავის ფიზიკურ რა თქმა უნდა მდგომარეობას. შემდეგ ჰადისში ალი ბინ აბი ტალიბ ყვებოდა كنت رجلا مذاء მე ვიყავ მამაკაცი რომელსაც ძალიან ბევრი სიტყვი გამოდიოდა فسألت النبي صلى الله عليه وسلم მე ვკითხე შომავალ صلى الله عليه وسلم إذا رأيت المذي თუ დავინახე ეს სიტყვი المذي فأغسل إذا رأيت თუ დაინახავ ამ სიტყვისო შომავალ صلى الله ეუბნება ალის فأغسل ذكرك وتودأ აი დაიბანი შენი სასქესო ორგანი და აიღე აბდესტი وإذا رأيت الماء და თუ დაინახავ ანუ მა ანუ სპერმას فاغتسل ماشي აიღე თლიანი დიდი განმალვა აიღე غسلი შემდეგ ჰადისში المقداد بن أسود მაგან თქვა أن علي بن أبي طالب أمره أن يسأل رسول الله صلى الله عليه وسلم علي უბრძანა მაგას რომ შეეკითხა შომავალ صلى الله عليه وسلم أن الرجل إذا نادى من أهله მამაკაც რომელიც მიუახლოვდა თავის ოჯახს فخرج منه المذي და მაგდოს მისგან გამოვიდა სითხე ანუ გამჭირვალე წებოვანი სითხე ماذا عليه რა უნდა ქნას მაგდოს მამაკაცი فإن عندي ابنته იმიტომ მე მყავს მისი ანუ ქალიშვილი ცოლად وأنا أستحي და მე მერიდება أن أسأله რომ მაგაზე ვკითხო قال المقداد ანუ ძმებო ნახეთ აი საჰაბებსაც ერიდებოდათ ასევე კავკასიურ რეგიონებში ეგაც არის გავრცელებული ეს კაი რო გავრცელებულია რომ ქალებს ერიდებათ მაგალითად აი ზოგიერთ ქალებს დაჟერიდებათ აი ორსულობას ლაპარაკი თავის ქმრის მამასთან ორსულობას ლაპარაკი ეს კაი წესია ეს არის სუნნათის გაზმება როგორც ჩვენ აქ ვხედავთ ალისას ერიდებოდა შეეკითხა და გააგზავნა ვინ საჰაბა გააგზავნა და მან საჰაბა კითხა მაგას რომ იდა ვაჯედა და შომავალსა მაგას უთხრა მაგის მე როცა კითხა რა უნდა ქნა ადამიანი როცა გამოვიდა ეს სითხე იდა ვაჯედა ذلك احدكم თუ ვიღაცა თქვენსგან მაგას დაინახავსო فلينده فرجه მაშინ ანუ დაიბანოს თავისი სასქესო ორგანო وليتودع وضوءه للصلاه და აიღოს ისეთი აბდესტი როგორც იღებს ლოცვისთვის ამაზე დავამთავრებს მებო سبحانك وبحمدك اشهد ان لا اله الا انت استغفرك واتوب اليك